მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. გთავაზობთ გადაცემას სახელწოდებით წარმატების ფორმულა. დღევანდელი გადაცემა მინდა მიუძღვნა ჩემს თანაშემწეს, ჩემს თანაწამყვანს, რადიო პროექტის მოხალისეს კატო დემეტრაშვილს. მინდა გიამბოთ და ახლოს გაგაცნოთ ეს უნიჭიერესი, შრომის მოყვალე და წარმატებული 15 წლის გოგონა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მანგლისში და სწავლობს თბილისში. ჯერ კიდევ პატარა მეორე კლასის ასაკში ეზიარა სერიოზულ გამარჯვებას, როდესაც გახდა მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტის გამარჯვებული და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. წარმატებები თავისი დაუღალავი შრომით და ნიჭიერებით მოდიოდა. ჯერ კიდევ მე-9 კლასში იყო, როდესაც საკუთარმა სკოლა ლილემ გააგზავნა კი კონსალტინგის ლიდერთა სკოლის მიერ ორგანიზებულ განათლების ეროვნულ კონფერენციაზე მომხსენებლად, რომელსაც ბრწყინვალედ გაართვა თავი. მაგრამ განსაკუთრებული წარმატებები 2025 წლიდან მოვიდა. როდესაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საჯაროდ გამოსვლის კონკურსში კატო დემეტრაშვილმა გაიმარჯვა საკუთარ სკოლაში და მიიღო სწავლის გადასახადის 20%-იანი გრანტი. მალევე სერტიფიკატი დაიმსახურა ინტელექტუალურ თამაშში ყველაზე ჭკვიანი. ზაფხულში მარტო ერთ თვეში 200 მოსწავლეში საქართველოს მასშტაბით აირჩიეს ლოპოტაზე გამართულ პროექტში ერთიანი საქართველო ევროპისათვის და რამოდენიმე დღეში იმავე 200 მოსწავლეში გაიმარჯვა მისმა პროექტმა საქართველო ევროპის ურთიერთობაზე და 5000 ლარი დააფინანსეს კატოს ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ახალი პროექტი განახორციელა თავის ჯგუფთან ერთად დახატე ლექსი ევროპაზე და ამ პროექტის პრეზენტაცია 7 დეკემბერს გაიმართება. ივლისის თვეში კოდის სათემო განათლების ცენტრში გახდა DVV International-ის პროექტის მოხალისე და თანაწამყვანი და დღემდე ამ პროექტშია და სთვლის, რომ უბედნიერესია ამ პროექტში მონაწილეობის გამო. სწორედ კოდის სათემო განათლების ცენტრიდან მიიღო მონაწილეობა ესეების კონკურსში და გაიმარჯვა. ასევე მიიღო მონაწილეობა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის დემოკრატიის ხმები მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში და ორივე პროექტში პირველ ადგილზე გავიდა. აგვისტოს თვეში ჩაირიცხა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაში, რომელშიც მთელი საქართველოდან მხოლოდ 10 მოსწავლე შეირჩა და ამ ათეულში შერჩეული იქნა ჩვენი კატო დემეტრაშვილიც. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ 9 კვირის განმავლობაში ონლაინ ლექციები მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე. სკოლაში უყვართ, აფასებენ, ამაყობენ მისით. კატო აქტიურადაა ჩაბმული სკოლის თვითმმართველობაში. არის კლასის პრეზიდენტი, ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის კლუბების აქტიური წევრი. ერთნაირად სწავლობს ყველა საგანს, თუმცა მათემატიკა განსაკუთრებით უყვარს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად დადის სხვადასხვა გამოფენებზე და კულტურულ ღონისძიებებზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართულ ხალხურ ცეკვებს არაჩვეულებრივად ცეკვავს და ატავს ბრწყინვალედ. მაგრამ ჯერ მაინც ვერ შეარჩია მომავალი პროფესია და პასუხობს, რომ კატო, შეიძლება მითხარი, რაში მდგომარეობს შენი წარმატების ფორმულა? ჩემი წარმატების ფორმულა საკუთარი შესაძლებლობების ძიებაშია. სწორედ ამიტომ ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში.
საბოლოოდ, რომ შემოყალიბდე, რომელი პროფესია ავირჩიო სამომავლოდ და ჩემი მოვლისთვის. სწორედ ამის გამო მე მადლობას ვუხდი ჩემ სკოლა ლილეს, ბატონი სამონ ათანაძის ხელმძღვანელობით, ასევე კოდის სათემო განათლების ცენტრს, ხალბატონი მადონა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, ასევე DV International-ს, ხალბატონ ჟანას, ხალბატონ ნანას და ჩემს ოჯახს, რომლებიც მაძლევენ мотивაციას და შესაძლებლობას, რომ განვითარდე და ჩემი შესაძლებლობის რეალიზაცია მოახდინო. აი ასეთი არაჩვეულებრივი მოხალისე და თანაწამყვანი მყავს რადიოში კატო დემეტრაშვილის სახით.